არის რაღაცები, რომლებიც ქალაქებმა არასოდეს გაამჟღავნებენ. მოსკოვი 2007 წლის ივლისში იყო ცხელი, გადატვირთული ტურისტებით და სავსე იმ ტიპის საიდუმლოებებით, რომლებიც იმალებიან დიდი ქალაქების ყოველდღიურ ხმაურში. ის ქალი, რომელიც გაქრა, არ იყო განსაკუთრებული. იყო უბრალოდ ტურისტი 28 წლის კანადიდან. სახელი მისი იყო ემილი რიჩარდსონი. მოვიდა მარტო რომ ენახა ის ქალაქი, რომლის შესახებაც ბევრი წაიკითხა. დაჯავშნა სასტუმრო ცენტრალურ უბანში, არა ძალიან ძვირი, არც ძალიან იაფი. იყო სწორედ ის ტიპის ადამიანი, რომელიც ყველაფერს გეგმავს წინასწარ, წერს სიებს, ამოწმებს რუკებს, უყურებს მიმოხილვებს ინტერნეტში. მშობლებთან საუბრობდა ყოველ საღამოს სკაიპით. გეგმა ჰქონდა ერთი კვირის ყოფნისა, შემდეგ კი წასვლა სანქტ-პეტერბურგში. პირველი 2 დღე ყველაფერი ჩვეულებრივად გავიდა. დილით გამოდიოდა სასტუმროდან, ხელში რუკით, ფოტოაპარატით ყელზე. უყურებდა წითელ მოედანს, მიდიოდა ტრეტიაკოვის გალერეაში, ჭამდა რესტორნებში, სადაც სხვა ტურისტები იყვნენ. საღამოობით ბრუნდებოდა სასტუმროში, იჯდა ნომერში, წერდა ბლოგს. არაფერი არაჩვეულებრივი. მესამე დღეს დაიქირავა გიდი. ის გიდი, რომელიც 10 წლის შემდეგ ილაპარაკებს, მაშინ იყო 35 წლის. სახელი ჰქონდა ანდრეი. მუშაობდა მცირე სამგზავრო კომპანიაში, რომელიც აწყობდა ინდივიდუალურ ტურებს უცხოელებისთვის. ემილიმ შეუკვეთა მას ექსკურსია არბატზე, ძველ უბანში, სადაც ტურისტები იშვიათად დადიოდნენ. ანდრეი მიიღო შეკვეთა. დილა იყო ღრუბლიანი, ცოტა ცივი ივლისისთვის. შეხვდნენ მეტროს სადგურთან, ემილი იყო დროზე, როგორც ყოველთვის. ანდრეი გახსოვს, რომ გაუცინა, რომ ემილიმ რუსულად თქვა დილა მშვიდობისა, რომ იყო ნერვიული, როგორც ყოველთვის იყვნენ ტურისტები პირველ დღეებში უცნობ ქვეყანაში. დადიოდნენ 4 საათს. ანდრეი უყვებოდა ისტორიებს ძველი შენობების შესახებ, ბულგაკოვის შესახებ, საბჭოთა პერიოდის შესახებ. ემილი კითხულობდა, აღნიშნავდა რამეებს ბლოკნოტში. 12 საათზე შეუკვეთეს კაფეში ლანჩი. ემილიმ თქვა, რომ უყვარდა მოსკოვი, რომ ნაკლებად საშიში იყო, ვიდრე ეგონა. ანდრეი მიცოდა, რომ ეს მხოლოდ ტურისტული შთაბეჭდილება იყო, მაგრამ არაფერი უთქვამს. ლანჩის შემდეგ ემილიმ უთხრა, რომ სურდა წასულიყო ძველ წიგნის მაღაზიაში, რომელიც ახლოს იყო. ანდრეიმ თქვა, რომ კარგი იყო, მაგრამ უნდა დაესრულებინათ ტური 3 საათზე, რადგან მას სხვა შეხვედრა ჰქონდა. ემილიმ უპასუხა, რომ არა პრობლემა, რომ თვითონ იპოვიდა გზას სასტუმრომდე. დაშორდნენ 2 საათ 30-ზე მაღაზიის წინ. ემილი შევიდა შიგნით, ანდრეი წავიდა. ეს იყო ბოლო მომენტი, როდესაც ვინმე ხელმოწერილად ნახა ემილი რიჩარდსონი. მაღაზიის გამყიდველმა, ძველი ქალბატონი, რომელიც რუსულად ძლივს საუბრობდა ინგლისურად, მოგვიანებით თქვა პოლიციაში, რომ ემილი იყო 10-15 წუთი უყურებდა წიგნებს, არაფერი იყიდა და წავიდა. საათი იყო დაახლოებით 2:45. სასტუმრომდე იყო 20 წუთი საფეხმავლოდ, ან 5 წუთი მეტროთი. ემილის ტელეფონი გაითიშა საღამოს 7 საათზე. მანამდე მან ვერ დაუკავშირდა მშობლებს. ისინი არც იღელებდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ემილი იყო გარე, ბრუნდებოდა სასტუმროში, რომ ინტერნეტი აქ იშვიათად მუშაობდა ქუჩებში. მეორე დღეს დილით მშობლებმა შეეცადნენ დაერეკათ კიდევ, მაგრამ ტელეფონი მაინც არ პასუხობდა. 10 საათზე დაურეკეს სასტუმროს. ადმინისტრატორმა უთხრა, რომ ემილი არ გამოჩენილა. ნომერში ყველაფერი იყო წესით, ჩანთა, პასპორტი, ტანსაცმელი, ყველაფერი. მხოლოდ ემილი არ იყო. მშობლებმა დაუყოვნებლივ დაურეკეს პოლიციას. კანადის საელჩო ჩაერთო. დაიწყო გამოძიება. ანდრეი მოგვიანებით უთხრა ოფიცრებს, რომ ყველაფერი ნორმალური იყო, რომ ემილი ჩანდა ბედნიერი, რომ არაფერი უჩვეულო არ მომხდარა. უთხრა მაღაზიის მისამართი, სად დაშორდნენ. პოლიციამ იპოვა გამყიდველი, მოისმინა მისი ჩვენება. იპოვეს კამერები ახლოს მდებარე ქუჩებში, მაგრამ არც ერთზე არ ჩანდა ემილი მაღაზიის შემდეგ. ფაქტობრივად გაუჩინარდა. გამოძიება გაგრძელდა 2 თვის განმავლობაში. სასტუმროს პერსონალს ჰკითხეს, სხვა ტურისტებს, ტაქსის მძღოლებს, მეტროს მუშაკებს. არავინ იცოდა არაფერი. არავის ახსოვდა ქერა ქალი ფოტოაპარატით. მოსკოვი იმ დღეებში იყო სავსე ასეთი ქალებით. პოლიცია ამოწმებდა საავადმყოფოებს, მორგებს, პარკებს, მდინარის პირებს. ვერაფერი იპოვეს. ემილის მშობლები ჩამოვიდნენ მოსკოვში, ჩაატარეს 3 კვირა, ურიგდებოდნენ ფლაიერებს ქუჩებში, საუბრობდნენ ჟურნალისტებთან. რამდენიმე დღის განმავლობაში თემა იყო მედიაში, შემდეგ დაივიწყა.
მოსკოვში ყოველწლიურად დაკარგულდებოდა ადამიანები. ემილი გახდა კიდევ ერთი ციფრი. გამოძიება ოფიციალურად დაიხურა 6 თვის შემდეგ. დასკვნა იყო, დაკარგული პირი ალბათ უბედური შემთხვევის შედეგად ან ნებაყოფლობითი გაქრობა. მშობლებმა არ დათმეს. დაიქირავეს კერძო დეტექტივი რუსეთში, მაგრამ ვერც მან იპოვა რაიმე ახალი. ემილის ბლოგი, რომელიც გააგრძელდა იმ დღემდე, როცა გაქრა, რჩებოდა ინტერნეტში, გაყინული დროში. ბოლო ჩანაწერი იყო წერილი სანქტ-პეტერბურგში წასვლის გეგმების შესახებ. მშობლები ყოველწლიურად აქვეყნებდნენ სოციალურ ქსელებში მისი ფოტოებს, თოვლობდნენ ინფორმაციას. პასუხები არასოდეს მოდიოდა. ანდრეი გააგრძელა მუშაობა გიდად. პირველ თვეებში ძლივს წინავდა, ეჩვენებოდა ის დღე, ის მომენტი, როდესაც დაშორდა ემილის. ეჭვმიტანილი არ იყო პოლიციის მხრიდან, რადგან მისი ალიბი იყო წმინდა. მას სხვა კლიენტთან შეხვედრა ჰქონდა იმ დღეს, იყო თვითმფრინავის პილოტი, რომელიც უნდა დაბრუნებულიყო ამერიკაში იმავე საღამოს. პილოტმა დაადასტურა, რომ ანდრეიმ გაატარა მასთან 3-დან 7 საათამდე, რომ არაფერი უჩვეულო არ იყო. მაგრამ ანდრეის არ ტოვებდა გრძნობა, რომ რაღაც გამოტოვა. რა უნდა გაეკეთებინა სხვაგვარად? უნდა დაელოდებინა ემილის? უნდა თან ახლდა მას სასტუმრომდე? კითხვები ტრიალებდა თავში, მაგრამ პასუხები არასოდეს მოდიოდა. გავიდა წლები. ანდრეიმ დაქორწინდა, ჰყავდა ბავშვი, გააგრძელა გიდობა. ემილის შემთხვევა ნელ-ნელა გადაინაცვლა მეხსიერების უკანა პლანზე, თუმცა არასოდეს სრულად გაქრა. 2017 წლის აგვისტოში, ზუსტად 10 წლის შემდეგ, ანდრეის ერთხელ შემთხვევით შეხვდა ძველ კოლეგას, ვინც მუშაობდა სასტუმროში, სადაც ემილი ჩერდა. კოლეგა ნიკოლაი იყო მაშინ ღამის დეჟურიზაცია სასტუმროში. ისინი დალიეს კაფეში, ისაუბრეს ძველ დროებზე. ნიკოლაი იყო უფრო ამოსულების, უფრო ღია ვიდრე ადრე. რაღაც მომენტში საუბარი შეეხო ემილის საქმეს. ანდრეიმ მოიხსენია, რომ ის იყო ბოლო ადამიანი, ვინც ხელმოწერილად ნახა ის. ნიკოლაი ჩუმად დარჩა, შემდეგ თქვა, მე ვიცი რაღაც, რასაც არასოდეს არავისთვის არ უთქვამს. ანდრეი გაშეშდა. ნიკოლაიმ ჩამოასხა კიდევ ერთი შუშა, დალია, შემდეგ დაიწყო საუბარი. თქვა, რომ იმ საღამოს, როდესაც ემილი უნდა დაბრუნებულიყო სასტუმროში, მან სწორედ იმ დღეს ჩაანაცვლა ხელმძღვანელობამ რეგულარული ღამის დეჟურანტის ნაცვლად. სასტუმროში იყო პრობლემა. ერთ-ერთი ნომრიდან მოდიოდა საჩივარი უცხოელი სტუმრის მხრიდან, იყო ალბათ რუსი ბიზნესმენი, რომელიც იყო შეხმელი, ხმამაღლა საუბრობდა ტელეფონით, აწუხებდა სხვა სტუმრებს. ნიკოლაიმ უნდა მოაგვარა ეს ყველაფერი წყნარად, რადგან სასტუმრო არ სურდა პრობლემები. იმ პერიოდში იყო მძიმე კონკურენცია სასტუმროთა ბიზნესში მოსკოვში, ყველა ფრთხილობდა რეპუტაციას. იმ საღამოს დაახლოებით 7-8 საათზე ნიკოლაის მიუახლოვდა სასტუმროს მენეჯერი. მენეჯერის სახელი იყო ვიქტორ იგორევიჩი, კაცი 42 წლის, რომელიც მუშაობდა სასტუმროში 10 წლის განმავლობაში. ნიკოლაიმ არ იცოდა კარგად, მაგრამ იცოდა, რომ იყო კაცი, რომელსაც ჰქონდა კავშირები, რომელიც იცავდა სასტუმროს ინტერესებს. ვიქტორმა უთხრა ნიკოლაის ძალიან მშვიდად, რომ თუ ვინმე ჰკითხავდა იმ კანადელი ქალის შესახებ, რომელიც არ დაბრუნდა, უნდა ეთქვა, რომ არაფერი უჩვეულო არ მომხდარა, რომ ყველაფერი იყო ჩვეულებრივი. ნიკოლაიმ კითხა, რატომ? ვიქტორმა მხოლოდ უთხრა, ეს უკეთესია ყველასთვის. ნიკოლაის გაუჭირდა გაგება, მაგრამ არ დააყოვა კითხვები. იმ საღამოს ცოტა მოგვიანებით 7:30-ზე მოვიდა პოლიციის პირველი სატელეფონო ზარი. მშობლებმა აცნობეს, რომ ემილი არ პასუხობდა. ნიკოლაიმ უთხრა, რომ შეამოწმებდა. ავიდა ემილის ნომერში სათადარიგო გასაღებით. ყველაფერი იყო ადგილას, ჩანთა, ტანსაცმელი, პასპორტი. სწორედ მაშინ შენიშნა რაღაც. ემილის საწოლი იყო გაწყობილი, მაგრამ ჩანდა, რომ ვინმე იცვა მასზე. იყო მცირე დამახინჯება საბანზე. ნიკოლაი ადრე მუშაობდა სხვა სასტუმროებში, იცოდა როგორ უნდა გამოიყურებოდა ნომერი, თუ სტუმარი უბრალოდ გავიდა დილით და არ დაბრუნებულა. ეს იყო განსხვავებული. ჩანდა, რომ ვინმე დაბრუნდა, იცვა საწოლზე, შემდეგ ისევ წავიდა. დააფიქსირა ეს ნიშანი, ჩამოვიდა ქვემოთ, უთხრა ვიქტორს. ვიქტორმა მოისმინა, შემდეგ უთხრა, არაფერი არ თქვა ამის შესახებ პოლიციას. უბრალოდ თქვი, რომ ნომერი იყო ისე, როგორც დილით. არაფერი უჩვეულო, ნიკოლაი გაუგებრობაში იყო, მაგრამ დაემორჩილა. მოვიდა პოლიცია მეორე დღეს, ჰკითხეს ყველას. ნიკოლაიმ უთხრა, რომ არაფერი შენიშნა, რომ ნომერი იყო ჩვეულებრივი. პოლიციამ გადაიღო ფოტოები, წაიღო ძველი ემილის ნივთები, გავიდა.
ნიკოლაიმ იფიქრა, რომ მოგვიანებით ილაპარაკებდა ვიქტორთან, მაგრამ დრო გაიარა და აღარ იცოდა როგორ დაეწყო ამ საუბარს. ახლა 10 წლის შემდეგ ამბობდა ანდრეის, რომ სინდისი აწუხებდა. თქვა, რომ არ იცოდა, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, მაგრამ თვლიდა, რომ ნიშნავდა რაღაცას მნიშვნელოვანს. იქნებ ემილი მართლაც დაბრუნდა სასტუმროში იმ დღეს, დაცვა საწოლზე, შემდეგ ისევ გავიდა და მაშინ რაღაც მოუვიდა მას. მაგრამ რატომ მალავდა ვიქტორია მას? რა იყო იმ სასტუმროში, რაც არავისთვის უნდა ცოდნოდა? ნიკოლაიმ არ იცოდა. თქვა, რომ დატოვა სამუშაო იმ სასტუმროში 6 თვის შემდეგ ემილის გაქრობის, რადგან აღარ უნდოდა იმ გარემოში ყოფნა. ვიქტორი კი გააგრძელა მუშაობა იქ კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში, შემდეგ გადავიდა სხვა სასტუმროში. ანდრეი დაბრუნდა სახლში იმ საღამოს დიდ დაბნეულობაში. მეორე დღეს მოიძია ინფორმაცია ინტერნეტში, ნახა ძველი სტატიები ემილის შემთხვევაზე. ყველაფერი, რაც იცოდა, ისევ იყო იქ, დაკარგული ქალი, ვერსიები, არანაირი დასკვნა. მაგრამ ახლა მას ჰქონდა ახალი ცოდნა, პატარა ფაქტი, რომელიც არასოდეს გამჟღავნდა გამოძიებაში. დაფიქრდა, უნდა ეთქვა თუ არა ამის შესახებ ვინმეს. მაგრამ ვის? ოფიციალური გამოძიება დაიხურა 10 წლის წინ. ემილის მშობლები ალბათ ჯერ კიდევ ეძებდნენ პასუხებს, მაგრამ რას შეცვლიდა ეს ინფორმაცია? რომ ემილი შესაძლოა დაბრუნდა სასტუმროში, დაცვა საწოლზე, შემდეგ ისევ გავიდა? რას მოუტანდა ეს მათ, თუ მერე კვალი ისევ იკარგებოდა? ანდრეიმ დაელაპარაკა ცოლს. ცოლმა უთხრა, რომ სინდისმა უნდა იმოქმედოს. თუ იყო რაიმე, რაც დაეხმარებოდა სიმართლის გარკვევას, უნდა ეთქვა. ანდრეიმ მოიძია ვიქტორ იგორევიჩი. იყო რთული. ვიქტორი აღარ მუშაობდა იმ სასტუმროში, გადასული იყო სხვა ადგილას. ანდრეიმ საბოლოოდ იპოვა მისი ახალი სამსახური, ერთ-ერთი მსხვილი სასტუმრო ქსელის ოფისში. დაურეკა, თხოვა შეხვედრა. ვიქტორმა ძლივს გაიხსენა ანდრეი, მაგრამ დაეთანხმა. შეხვდნენ კაფეში ცენტრალურ მოსკოვში, იყო დეკემბრის ცივი დღე. ვიქტორი იყო მოხუცი, 13 წლის მანძილზე შეიძლება ადამიანი ბევრს იცვლება. ანდრეიმ პირდაპირ ჰკითხა მას ემილის შესახებ. ვიქტორი გაშეშდა, შემდეგ უთხრა, რომ არ იცოდა რაზე საუბრობდა. ანდრეიმ უთხრა, რომ ნიკოლაიმ მოუყოლა, რომ იცოდა საწოლზე ვიღაცის ყოფნის შესახებ, რომ მან უბრძანა ნიკოლაის დაემალა ეს ფაქტი. ვიქტორმა დიდხანს ჩუმად იჯდა უყურებდა ჩაისკოვს ხელში. შემდეგ თქვა, არ მინდა საუბარი ამაზე. ეს იყო წლების წინ. არაფერს ვერ შეცვლი ახლა. ანდრეი დასწურა. მაგრამ რატომ? რას მალავდით? ვიქტორმა ამოიოხრა. არაფერს მალავდი. უბრალოდ არ მინდოდა პრობლემები სასტუმროსთვის. იყო ისეთი დრო, როცა ყველაფერი უნდა იყო მშვიდად, წყნარად. იმ სასტუმრომ მუშაობდა კავშირებით, იცი როგორია ეს. თუ ვიღაც დაიწყებდა საუბარს, რომ რაღაც მოხდა ნომერში ან სასტუმროში, ეს ყველაფერს გაანადგურებდა. მენეჯმენტმა ძალიან გააფრთხილა ყველა თანამშრომელი, არაფერი უჩვეულო არ უნდა ყოფილიყო. მე ვიყავი მხოლოდ შუალედური რგოლი. მაგრამ რა იყო? რატომ შეიქმნა ეს შთაბეჭდილება საწოლზე? ვიქტორმა ისევ დააყოვნა პასუხი. არ ვიცი. ნამდვილად არ ვიცი. იქნებ ის ქალი ნამდვილად დაბრუნდა, დაისვენა, წავიდა ისევ. იქნებ სხვა ვინმე შევიდა ნომერში. იქნებ სუფთავის სამსახურმა რაიმე შეეხო. არ ვიცი და მაშინ არც მინდოდა გამეგო. მე უბრალოდ მინდოდა არ მქონოდა პრობლემები სამსახურში, თქვა ეს ყველაფერი ღიად, თითქოს ლეგალიზებას უკეთებდა წლებით დაგროვილ სიმძიმეს. ანდრეის სურდა კიდევ ბევრი რამის კითხვა, მაგრამ ხვდა, რომ ვიქტორი მეც არ იტყოდა. ვიქტორმა დალია ჩაი ხედა საათს, თქვა, რომ უნდა წასულიყო. სანამ წავიდოდა უთხრა, მე მესამებოდა მაშინ. არ ვიცოდი სიმართლე. მოგვიანებით მოვიფიქრე ამაზე, მაგრამ უკვე გვიანი იყო. თუ რაიმე მომხდარა, ეს მოხდა სასტუმროდან გარეთ. იმ ქალმა დატოვა ნომერი, წავიდა, არ დაბრუნდა. ამაზე მეტი არ ვიცი, წავიდა სწრაფად, დატოვა ანდრეი მარტო მაგიდასთან. ანდრეიმ კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში ფიქრობდა ამაზე. ცოტა მოგვიანებით მოიძია ემილის მშობლების საკონტაქტო ინფორმაცია. იყო რთული, მაგრამ საბოლოოდ იპოვა იმეილი, რომელიც ჯერ კიდევ აქტიური იყო. დაწერა მათ წერილი. აღწერა ყველაფერი, რაც შეიტყო ნიკოლაისგან და ვიქტორისგან. დაელოდა პასუხს. პასუხი მოვიდა 2 კვირის შემდეგ. მამამ ჯეიმს რიჩარდსონმა დაწერა, რომ მადლობლობდა ინფორმაციისთვის.
თქვა, რომ 10 წლის განმავლობაში ისინი ეძებდნენ ნებისმიერ პატარა დეტალს, რომელიც შეეძლოთ დაეხმარათ გაეგოთ რა მოუვიდა მათ ქალიშვილს. ეს ახალი ინფორმაცია, რომ ემილი შესაძლოა დაბრუნდა სასტუმროში, იყო მნიშვნელოვანი. მაგრამ ისევ არ აკმარებდა. რატომ დაბრუნდა? რატომ წავიდა ისევ? სად წავიდა მერე? კითხვები რჩებოდა უპასუხოდ. ჯეიმსმა დაწერა, რომ ცდილობდა ისევ დაეკავშირებინა კერძო დეტექტივი რუსეთში, მაგრამ დრო იყო გასული, ხვალი იყო ცივი. ყველა, ვინც იყო ჩართული იმ დღეებში სასტუმროში, უკვე გადასული იყო სხვა ადგილებზე, ცხოვრებდნენ სხვა ადგილებში. სასტუმრო თვითონ იყო გაყიდული ახალ მესაკუთრეებზე, რომლებმაც გადააკეთეს ყველაფერი. ძველი ჩანაწერები, თუ რაიმე იყო დარჩენილი, ალბათ განადგურებული იყო. ჯეიმსი დაასკვნა წერილი სიტყვებით, ჩვენ ვიცოდით, რომ ალბათ არასოდეს გავიგებთ რა მოხდა ემილის. მაგრამ თქვენი ინფორმაცია მაინც დაგვეხმარა. ვიცოდით, რომ მაინც სადღაც იყო ადამიანები, რომლებიც აფიქრებდნენ მასზე, რომლებიც ეძებდნენ სიმართლეს. ანდრეიმ აქვეყნა თავისი ამბავი ერთ-ერთ მცირე ონლაინ მედიაში რუსეთში, რომელიც აშუქებდა დაკარგული ადამიანების საქმეებს. სტატია გამოვიდა 2018 წლის თებერვალში. იყო რამდენიმე კომენტარი, ხალხმა გააზიარა, მაგრამ არაფერი არსებითი შეიცვალა. ემილის შემთხვევა რჩებოდა გახსნილი, ოფიციალურად დაუსრულებელი. მშობლები კვლავ აქვეყნებდნენ პოსტებს ყოველ წელს ემილის დაბადების დღეს, გაქრობის წლისთავს. ფოტოები ემილის რჩებოდა ინტერნეტში, გაკინული დროში, ახალგაზრდა ქალი გაღიმებული 28 წლის, რომელსაც არასოდეს მიუღია 29 წლის იუბილე. ანდრეი ხშირად ფიქრობს იმ დღეზე. რას უნდა გაეკეთებინა სხვაგვარად? თუ დარჩებოდა ემილის გვერდით? თუ ახლდებოდა მას სასტუმრომდე? მაგრამ მას სხვა შეხვედრა ჰქონდა, სხვა კლიენტი. ცხოვრება ასეა, სავსე მცირე გადაწყვეტილებებით, რომლებიც შეიძლება მნიშვნელოვანი გახდეს მოგვიანებით, ან არა. ის არ იყო მაცოცხლებელი, არა პოლიციელი. იყო უბრალოდ გიდი, რომელიც უჩვენა ქალაქს ერთ ქალს, დაშორდა მას, შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ნიკოლაი, რომელმაც დაინახა საწოლზე ის პატარა დამახინჯება, მაშინვე არ უთქვამს პოლიციას. იყო ძალიან გვიანი, როცა გაბედა ამის თქმა. ვიქტორი, რომელმაც უბრძანა ნიკოლაის დუმილი, ახლა მსხვილ სასტუმრო ქსელში მუშაობს, ალბათ აღარც ახსოვს იმ დღეების დეტალები. სასტუმროს მფლობელები, რომლებმაც იმ დროს მართეს ბიზნესი, ალბათ გადავიდნენ სხვა პროექტებზე და დაივიწყეს ის ყველაფერი. სიმართლე არის ისეთი რამ, რომელიც ზოგჯერ იკარგება არა იმიტომ, რომ ვიღაც განზრახ მალავს, არამედ იმიტომ, რომ ყველა მცირე გადაწყვეტილება, ყველა პატარა დუმილი, ყველა არ მინდა პრობლემები იკრიბება და ქმნის ველს, სადაც სიმართლე აღარ შეიძლება წარმოების. ემილი რიჩარდსონი გაქრა 2007 წლის ივლისში მოსკოვში. მისი მშობლები არასოდეს გაიგებენ რა მოუვიდა მას იმ დღეს. ალბათ არავინ გაიგებს. ალბათ არავინ ხედავდა იმ რეალურ მომენტს, როდესაც მისი ცხოვრება შეიცვალა ან დასრულდა. ალბათ რაღაცამ შეუნარჩუნა მას იმ დროის წერტილში, სადღაც ციგნის მაღაზიის და სასტუმროს შუა გზაზე, და არავინ დაინახა, არავინ გაიგო. იყო მცდელობა მოძებნეს კიდევ ინფორმაცია სხვა ადამიანებისგან, რომლებიც იყვნენ იმ დღეებში სასტუმროში. რამდენიმე ყოფილი დასუფთავების მუშაკი, რამდენიმე ყოფილი დეჟურანტი. მათგან ერთმა გაიხსენა, რომ იყო რაღაც უცნაური ატმოსფერო სასტუმროში იმ დღეებში, რომ მენეჯმენტი იყო დაძაბული, რომ იყო რაღაც საქმე, რომელზეც ხალხი არ საუბრობდა. მაგრამ ეს იყო მხოლოდ შთაბეჭდილება, არა ფაქტები. სხვა ადამიანებმა აღარაფერი გაიხსენეს. იყო უბრალოდ სამუშაო დღე, ერთ-ერთი სტუმარი არ დაბრუნდა, მოვიდა პოლიცია, ყველამ უპასუხა კითხვებს, სამუშაო გაგრძელდა. დღეს 2026 წელს, თითქმის 19 წლის შემდეგ იმ დღისა, ემილის მშობლები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ისინი 5-დან 7 წლის არიან ახლა, ცხოვრობენ იმავე სახლში კანადაში, სადაც ემილი გაიზარდა. ემილის ნომერი რჩება მისთვის განკუთვნილ მდგომარეობაში, თითქოს ერთ დღეს დაბრუნდება. ყოველწლიურად აკეთებენ მემორიალურ პოსტს სოციალურ ქსელებში მადლიერების გამოხატვას ყველა იმ ადამიანისადმი, რომლებმაც ცადეს დახმარება. ერთ-ერთ პოსტში დედა მარჯორი წერდა, ჩვენ ვიცით, რომ ემილი სადღაც არის. ჩვენ ვერასოდეს ვიტოვებთ იმედს. მაგრამ თუნდაც არ გაიგოთ რა მოხდა, ვიცით, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ეცადნენ. და ეს რაღაცას ნიშნავს. ანდრეი მუშაობს ჯერ კიდევ გიდად. ყოველთვის ცდილობს უფრო ყურადღებიანი იყოს თავის კლიენტებთან. ყოველთვის ეკითხება, დარწმუნებულია თუ არა, რომ იციან სად მიდიან, როდის დაბრუნდებიან. ზოგჯერ ჰკითხავენ, რატომ არის ასე შეშფოთებული. იგი არასოდეს უყვება მთელ ამბავს.
უბრალოდ ეუბნება, რომ მოსკოვი დიდი ქალაქია, ადვილია დაკარგვა, უმჯობესია სიფრთხილე. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ზედმეტად ფრთხილია. ზოგიერთი აფასებს მის ყურადღებას. იგი არ აბრალებს მათ. ისინი არ იციან, რა იცის იგი. 2023 წელს ერთ-ერთი ჟურნალისტისა და დიდი რეპორტაჟის გაკეთება დაკარგულ ტურისტებზე მოსკოვში ბოლო 20 წლის განმავლობაში. დაუკავშირდა ანდრეის, სთხოვა ინტერვიუ. ანდრეიმ დაეთანხმა. ისაუბრა ყველაფერზე, რაც იცოდა. ჟურნალისტმა მოიძია აგრეთვე ნიკოლაი, მაგრამ ვერ იპოვა. ვიქტორი დაეთანხმა მოკლე კომენტარს, მაგრამ თქვა, რომ არ ახსოვდა დეტალები, რომ წლები გავიდა, რომ ის იყო სულ სხვა ცხოვრება. რეპორტაჟი გამოვიდა ერთ-ერთ ონლაინ გამოცემაში, იყო დაახლოებით 3000 სიტყვა. რამდენიმე ადამიანმა წაიკითხა, დატოვა კომენტარები, შემდეგ ყველაფერი დაივიწყა ისევ. ინტერნეტი ასეა. ყველაფერი ბრწყინავს ერთ მომენტში, შემდეგ იკარგება აუთვლელ სხვა ამბებში. არის ერთი დეტალი, რომელიც არასოდეს გამჟღავნდა საჯაროდ, რადგან ანდრეიმ თვითონაც არ იცის მისი მნიშვნელობა და არც იცის უნდა თუ არა ვინმესთან გაზიარება. რამდენიმე წლის წინ 2021 წელს ის გადიოდა ძველ არბატის უბანში, სადაც იყო იმ დღეს ემილისთან ერთად. ის იდგა იმ წიგნის მაღაზიის წინ, სადაც დაშორდნენ. მაღაზია უკვე აღარ იყო წიგნის მაღაზია, გახდა კაფე. იდგა და უყურებდა ფანჯრებს, ცდილობდა გაემახსოვრებინა ემილის სახე, მისი ხმა ის მომენტი, როდესაც გაუღიმა და უთხრა, რომ მადლობა, რომ კარგად გაატარა ეს საათები. სწორედ იმ მომენტში მიუახლოვდა მას უცნობი ქალბატონი, ძალიან მოხუცი, ალბათ 90 წელზე მეტი. ჰკითხა რუსულად, ხომ არ იყო იგი დიდი წლების წინ, ხომ არ ახსოვდა ის კანადელი ქალი, რომელიც დაკარგულა. ანდრეი გაოცდა. ქალბატონმა თქვა, რომ იგი ცხოვრობდა აქვე ახლოს, ამ უბანში, მთელი ცხოვრება. თქვა, რომ ახსოვდა ის დღე, როდესაც ემილი შევიდა წიგნის მაღაზიაში, რადგან თვითონაც იყო იქ იმ დროს, ყიდულობდა წიგნს. თქვა, რომ დაინახა ემილი, როგორ გადიოდა მაღაზიაში, როგორ უყურებდა წიგნებს, როგორ ღიმოდა. თქვა, რომ ემილი გასვლისას შეეჩერა რამდენიმე წუთით ქუჩაზე, უყურებდა რუკას ხელში, ცდილობდა გზის პოვნა. მერე ქალბატონმა თქვა რაღაც, რაც ანდრეის ყურადღება მიაპყრო. თქვა, რომ ემილის გვერდით მიუახლოვდა ორი კაცი, ახალგაზრდები, 10-დან 30 წლის. ისინი რაღაცას ჰკითხეს მას რუსულად. ემილიმ არ გაიგო, გააქნია თავი, აჩვენა რუკა. კაცები გაღიმეს, რაღაც უთხრეს, ემილი გაიცინა, შემდეგ ისინი ერთად წავიდნენ იმ მიმართულებით 3 მეტროსკენ. ქალბატონმა თქვა, რომ მაშინ არ მიუგვა მნიშვნელობა ამას, რადგან ჩანდა, რომ ემილი ეკითხებოდა გზას და ადგილობრივები ეხმარებოდნენ მას. მაგრამ შემდეგ, როდესაც გაიგო, რომ ის ქალი დაკარგულა, დაიწყო ფიქრი, იყო თუ არა რაიმე უცნაური იმ სიტუაციაში. ქალბატონმა არასოდეს არ უთქვამს ამის შესახებ პოლიციას, რადგან პოლიცია არასოდეს დაუკავშირებია მას და იგი აღარც იცოდა, უნდა თუ არა წასულიყო მათ თავად. მოგვიანებით გაიფიქრა, რომ ალბათ ეს არ იყო მნიშვნელოვანი, რომ ბევრი ადამიანი ეკითხება გზას მოსკოვში ყოველ დღე. მაგრამ ახლა ჩქარი წლების შემდეგ უკვე ხედავდა ანდრეის და გადაწყვიტა, რომ ეთქვა მაინც იმ შემთხვევაში თუ რამე მნიშვნელობა ჰქონდა ამას. ანდრეიმ ჰკითხა, ახსოვდა თუ არა როგორ გამოიყურებოდნენ ის ორი კაცი. ქალბატონმა თქვა, რომ არა ძალიან რომ იყო 13 წლის წინ, რომ მისი მეხსიერება უკვე არ იყო ისეთი. მხოლოდ გაიხსენა, რომ იყვნენ ჩვეულებრივი ახალგაზრდები, ჯინსებში, მუქი ქურთუკებში, არაფერი გამორჩეული. ანდრეიმ სთხოვა, იყო თუ არა რაიმე სხვა რაც ახსოვდა. ქალბატონმა თქვა, რომ კი ახსოვდა ერთი რამ, როდესაც ისინი წავიდნენ, ერთ-ერთმა კაცმა გადაუღო ხელი ემილის მხრებს, თითქოს ხელმძღვანელობდა მას საიდანღაც. და ეს ჩანდა ცოტა უცნაურად, იმიტომ რომ ემილი არ ჩანდა უხერხულად, მაგრამ მაინც იყო რაღაც უცნაური ამ ჟესტში. მაგრამ ქალბატონი თქვა ისევ, რომ იქნებოდა ეს მხოლოდ ჩვეულებრივი დახმარება, რომ იცოდა მას. ანდრეი დაუწერა ემილის მშობლებს ამ ახალი ინფორმაციის შესახებ. მათ ისევ მადლობა უთხრეს. ჯეიმსმა დაწერა, რომ ცოტა სანუკვარი იყო, მაგრამ აგრეთვე მტკივნეული ფიქრი იმაზე, რომ ემილი შესაძლოა ეკითხებოდა გზას უცნობ ადამიანებს და რაღაც უბედური მოხდა. მაგრამ აგრეთვე იყო შესაძლო, რომ ის უბრალოდ ჩვეულებრივი ქალბატონი იყო, რომელიც ქუჩაში ნახა რაღაცას და დროს დიდი მნიშვნელობა მიანიჭა. ყველა მცდელობა იმის პოვნისა, თუ ვინ იყვნენ ის ორი კაცი, რასაც ანდრეი შეეცადა, ვერ იძლევა შედეგს. არც კამერები იყო ახლოს იმ დროს, არც სხვა მოწმეები, რომლებმაც მასში არაფერი გაიხსენეს. ახლა არის 2026 წელი. ემილი რიჩარდსონი დაკარგულია 19 წლის განმავლობაში. მისი სახე არის პოსტერებზე, ვებსაიტებზე, სოციალურ ქსელებში.
ხალხი დროდადრო იხსენებს მას, აზიარებს მის ფოტოებს, წერს რომ იმედი აქვს რომ ოდესმე იპოვება სიმართლე. მაგრამ სიმართლე თუ რამეა ალბათ არის დაფარული იმ პატარა გადაწყვეტილებებში, იმ პატარა მომენტებში, რომლებიც ვერავინ დაინახა, ვერავინ გაიხსენა, ვერავინ დააკავშირა ერთმანეთთან. ალბათ იყო პატარა პაუზა, პატარა შეცდომა, პატარა არჩევანი, რომელმაც შეცვალა ყველაფერი. და ახლა ეს ყველაფერი არის მხოლოდ ჩრდილები, შთაბეჭდილებები, არაზუსტი მეხსიერება. ანდრეი ჯერ კიდევ აფიქრებს იმ დღეზე. ფიქრობს იმ მომენტზე, როდესაც დაშორდა ემილის. ფიქრობს იმაზე, რა მოხდებოდა, თუ დარჩებოდა ცოტა მეტხანს, თუ ეთქვა მე მოხვალ შენთან სასტუმრომდე, რომ დარწმუნდე, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ მას სხვა შეხვედრა ჰქონდა. მას სხვა პასუხისმგებლობები ჰქონდა. არ იყო ლეგიტიმური მისი თვალსაზრისით, რომ იფიქროს, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს. ემილი იყო ჩვეულებრივი ტურისტი, რომელიც იცოდა როგორ უნდა მოძრაობა ქალაქში. მაგრამ სანამ ამას ფიქრობდა, იცოდა აგრეთვე, რომ ეს იყო უპასუხო კითხვა, რომელიც არასოდეს გაქრებოდა. დღეს მოსკოვი განსხვავებულია, ვიდრე 2007 წელს. მეტი კამერა, მეტი უსაფრთხოება, მეტი ტექნოლოგიაა. მაგრამ ადამიანები ისევ კარგავენ ერთმანეთს. ისევ არიან მომენტები, როდესაც ვინმე გადის ქუჩაზე, შემოდის შენობაში, გადადის კუთხეში და უბრალოდ აღარ გამოდის მეორე მხრიდან. და არავინ იცის რატომ. არავინ ხედავს. ცხოვრება გრძელდება, ხალხი მიდის სამსახურში, სახლში, ქორწინდება, იშვება ბავშვები და ვიღაცის გაქრობა რჩება როგორც პატარა უცნაური ისტორია, რომელიც ზოგჯერ ახსენდება, მაგრამ მთავარ ნაკადს აღარ აცვლის. ემილის მშობლები ახლა უკვე ცხოვრობენ უფრო წყნარად, თუმცა ტკივილი არასოდეს წავიდა. მარჯორიმ ერთ-ერთ ინტერვიუში, რამდენიმე წლის წინ თქვა, ყველაზე რთულია არ იცოდე. არ იცოდე მოხდა თუ არა რაიმე მყისიერად, ან იყო თუ არა დრო, როდესაც ის ფიქრობდა ჩვენზე, გვეძახდა. ყველაზე რთულია წარმოდგენა ყველა შესაძლო სცენარის და არ იცოდე რომელია სწორი. ეს სიტყვები ასახავს იმას, რასაც გრძნობენ ათასობით ოჯახები მთელ მსოფლიოში, რომელთა ახლობლები დაკარგულან და არასოდეს აღმოჩენილან. ზოგიერთი ფსიქოლოგი, რომელიც მუშაობს დაკარგული ადამიანების ოჯახებთან, ამბობს, რომ ყველაზე მძიმე ტვირთი არის არა სიკვდილის ცოდნა, არამედ უსასრულო მოლოდინის მდგომარეობა. როდესაც ადამიანი იღუპება და არის დადასტურება ამისა, ოჯახი შეუძლია დაიწყოს გლოვის პროცესი, შეუძლია დახურვა თავი იმ თავისთან. მაგრამ როდესაც ადამიანი უბრალოდ არ არის, როდესაც არ არის სხეული, არ არის ბოლო მომენტი, არ არის დახურვა, ოჯახი რჩება გაკინულ მდგომარეობაში, სადაც ვერც გლოვობს, ვერც მიდის წინ. ისინი არიან მუდმივ მოლოდინში, მუდმივ იმედში, მუდმივ შიშში. ჯეიმსი, ემილის მამა, წერდა ერთ-ერთ ბლოგში დაკარგული ადამიანების ოჯახებისთვის, თქვენ არასოდეს შეწყვეტთ ძებნას. ყოველი ტელეფონის ზარი, ყოველი უცნობი ნომერი, ყოველი ელფოსტა შეიძლება იყოს ის. შეიძლება იყოს ვინმე, ვინც რაიმე იცის. ან შეიძლება იყოს ისევ კიდევ ერთი ცარიელი ვარიანტი. მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ გააუქმოთ. თქვენ არ შეგიძლიათ ნება დართოთ, თავს დაივიწყოთ. ეს სიტყვები აჩვენებს იმ ემოციურ ციკლს, რომელშიც ათობით წლის განმავლობაში ცხოვრობენ ასეთი ოჯახები. ანდრეი ყოველწლიურად აკეთებს ერთ მცირე რიტუალს. იმ დღეს, როდესაც ემილი გაქრა, ივლისის ის კონკრეტული დღე, მიდის იმავე წიგნის მაღაზიის ადგილას, რომელიც ახლა კაფეა. ყიდულობს ყავას, ჯდება იქ ნახევარ საათს, უფიქრია იმ დღეს. ცდილობს გაიხსენოს ნებისმიერი პატარა დეტალი, რომელიც შესაძლოა დაივიწყა. ემილის სახე, მისი ხმა როგორ დადიოდა, რას ატარებდა, რას ამბობდა. ყოველწლიურად ცდილობს კიდევ ერთხელ გაიაროს ის გზა, რომელიც ემილიმ უნდა გაიაროს სასტუმრომდე. ყოველწლიურად იმედოვნებს, რომ რაიმე ახალი გაახსენდება, რაიმე რაც დაეხმარება. მაგრამ წლები გადის და არაფერი ახალი არ გამოჩნდება. ნიკოლაი, ის ყოფილი ღამის დეჟურანტი, რომელმაც პირველმა შენიშნა საწოლზე ის უცნაური დამახინჯება, ახლა აღარ მუშაობს სასტუმროში. გადავიდა სხვა სფეროში, მუშაობს მცირე ტრანსპორტის კომპანიაში. ანდრეის არასოდეს შემდეგ არ ესაუბრა მას შემდეგ რაც ის საღამო იყო 2017 წელს, როდესაც ნიკოლაიმ ყველაფერი მოუყოლა. ზოგჯერ ფიქრობს, უნდა ეძებოს კიდევ ერთხელ, უნდა ჰკითხოს, იქნება ახლა ახსოვს რაიმე სხვა. მაგრამ იცის, რომ ნიკოლაიც ალბათ ატარებს იმავე ტვირთს, იმავე სინდისის წნეხს. ზოგჯერ უმჯობესია არ შეხება ძველ ჭრილობებს. ვიქტორ იგორევიჩი, ის ყოფილი მენეჯერი, რომელმაც უბრძანა ნიკოლაის დუმილი, ახლა მუშაობს მართლაც მსხვილ სასტუმრო ქსელში, მაღალ პოზიციაზე. ალბათ წარმატებულია, ალბათ კმაყოფილია თავისი კარიერით. არავინ იცის, ფიქრობს თუ არა იმ დღეებზე. არავინ იცის, სინანულია თუ არა, ან ფიქრობს, რომ გააკეთა სწორი.
ადამიანები ასე ცხოვრობენ, მცირე კომპრომისებით, პატარა არჩევანებით, რომლებზეც მოგვიანებით არ საუბრობენ. და ცხოვრება გრძელდება. ის ძველი ქალბატონი, რომელმაც ნახა ემილი იმორ ახალგაზრდა კაცთან ერთად, გარდაიცვალა 2023 წელს. ანდრეიმ შეიტყო ეს შემთხვევით, როდესაც გადიოდა იმავე უბანში და შეხვდა ერთ-ერთ ძველ მაცხოვრებელს. მოხუცმა თქვა, რომ ქალბატონი გარდაიცვალა მშვიდად, სახლში, ოჯახის გარემოცვაში. ანდრეიმ იფიქრა, რომ ქალბატონმა წაიღო თავისთან ის მეხსიერება, ის ბოლო დეტალი, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო მნიშვნელოვანი. შესაძლოა ამ მსოფლიოში აღარავინ არსებობს, ვინც იცის ზუსტად როგორ გამოიყურებოდნენ ის ორი კაცი, რა ეთქვათ ემილის, როგორ წავიდნენ. ეს ინფორმაცია დაიკარგა დროსთან ერთად. მოსკოვის პოლიციის არქივებში ემილის საქმე რჩება როგორც დაკარგული პირი, გამოძიება შეჩერებული შედეგების არარსებობის გამო. ეს ნიშნავს, რომ საქმე არ არის დახურული, მაგრამ არც აქტიურად არ მუშაობენ მასზე. თუ გამოჩნდება ახალი ინფორმაცია, საქმე შეიძლება გაიხსნას ისევ. მაგრამ ახალი ინფორმაცია არასოდეს გამოჩნდა იმ რეალურ ფორმაში, რომელიც საკმარისი იქნებოდა. ზოგჯერ ძალიან იშვიათად ხალხი სოციალურ ქსელებში წერს, რომ ნახა ვიღაც, ვინც ჰგავს ემილის. ნახა ქუჩაზე სხვა ქალაქში, ნახა ფოტოზე, ნახა ვიდეოზე. ემილის ოჯახი ყოველთვის მოწმდება ამ შემთხვევებს. მიდიან იქ, სად არის ინფორმაცია, ამოწმებენ, ეძებენ. ყოველთვის აღმოჩნდება, რომ არა, ეს არ არის ემილი. ეს არის სხვა ადამიანი, რომელიც უბრალოდ ჰგავს, რომელსაც ჰქვია სხვაგვარად, რომელიც ცხოვრობს სხვა ცხოვრებას. ყოველი ასეთი შემთხვევა აბრუნებს იმედს, შემდეგ იმედი კვლავ იშლება. და ეს ციკლი გრძელდება უსასრულოდ. არსებობს თეორიები ინტერნეტში იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდარიყო ემილის. ზოგი ფიქრობს, რომ შეიძლება ვინმე მიიყვანა რაღაც ადგილას, სადაც ვერ შეძლო დაბრუნება. ზოგი ფიქრობს, რომ შეიძლება უბედური შემთხვევა მოუვიდა და სხეული არასოდეს იპოვეს. ზოგი კი ფიქრობს უფრო მისტიკურ ვერსიებს, რომ შეიძლება ემილიმ თვითონ გადაწყვიტა გაქრობა, რომ დაიწყო ახალი ცხოვრება სხვა იდენტობით. მაგრამ ყველა, ვინც იცნობდა ემილის, ამბობს, რომ ეს აბსოლუტურად შეუძლებელი იყო. ემილი ყვარებდა თავის ოჯახს, ჰქონდა გეგმები, ჰქონდა მომავალი. არ იყო მიზეზი, რომ გაქრებოდა ნებაყოფლობით. ანდრეის შვილი, რომელიც ახლა უკვე 12 წლისაა, ერთხელ ჰკითხა მას, რატომ ფიქრობს იმდენს იმ ქალზე, რომელიც დაკარგა წლების წინ. ანდრეიმ სცადა ახსნა, რომ ზოგჯერ ცხოვრებაში ხდება რაღაც, რაც გჯიდება და ვეღარასოდეს ტოვებს. რომ ეს არ არის მხოლოდ ემილის შესახებ, არამედ იმ შესახებაც, თუ როგორ მცირე რამებმა შეიძლება შეცვალოს ყველაფერი. რომ ის სურს, რომ მისი შვილი იყოს ყურადღებიანი, რომ ეხმარებოდეს ადამიანებს, რომ არ დატოვოს ვინმე მარტო, როცა შეიძლება იყოს საჭირო დახმარება. შვილმა დააკვირდა მას დიდი თვალებით და თქვა, დედა, შენ ალბათ კარგი გიდი ხარ. ანდრეი ღიმილით უთხრა, ვცდილობ. დრო არის უცნაური რამ. 19 წელი არის ნახევარი ცხოვრება ზოგისთვის. არის მთელი ცხოვრება ბავშვისთვის, რომელიც დაიბადა ემილის გაქრობის შემდეგ. მაგრამ ემილის მშობლებისთვის ეს 19 წელი არის უბრალოდ გაგრძელებული მომენტი, გაკინული დროს, სადაც მათი ქალიშვილი რჩება 28 წლის გაღიმებული ფოტოებზე, გაკინული ბოლო დღეში, სანამ ყველაფერი შეიცვალა. ემილის ბლოგი, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ინტერნეტში, იყენებენ სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ მოსკოვის ისტორიას ან ტურიზმის მეთოდებს. ზოგი მათგანი არც კი იცის, რომ ის ქალი, რომელმაც დაწერა ეს ჩანაწერები, გაქრა იმავე მოგზაურობისას. მხოლოდ ზოგი, ვინც კითხულობს უფრო ყურადღებით, პოულობს ბოლო პოსტს, სადაც ემილი წერს თავის გეგმებს სანქტ-პეტერბურგის მონახულების შესახებ და შემდეგ ყველაფერი წყდება. ზოგი მათგანი ეძებს ინტერნეტში, პოულობს სტატიებს მისი გაქრობის შესახებ და რჩება დოკუმენტებთან, რომლებიც ყვება ამბავს ერთი ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელმაც მოინახულა ერთი დიდი ქალაქი და არასოდეს გამოვიდა იქიდან. სასტუმრო, სადაც ემილი ჩერდა, გაიყიდა და გადაკეთეს 2015 წელს. ახალმა მესაკუთრეებმა სრულად შეცვალეს ინტერიერი, გადაარქვეს სახელი, დაიწყეს ახალი კონცეფციით. ძველი ჩანაწერები, ძველი რეგისტრაციის წიგნები, ძველი ყველაფერი განადგურდა ან დაიკარგა გადასვლის პროცესში. ახლა იმ ნომერში, სადაც ემილი ყოფილა, ცხოვრობენ სხვა ტურისტები, რომლებიც არაფერი იციან იმის შესახებ, რომ ათობით წლის წინ აქ იყო ერთი ქალი, რომელიც გავიდა დილით და არასოდეს დაბრუნდა. კედლები არ იცავენ მეხსიერებას. ისინი უბრალოდ არიან. ზოგჯერ ანდრეი შეხვდება სხვა გიდებს, ძველ კოლეგებს, რომლებიც ისევ მუშაობენ ამ სფეროში. ისინი ზოგჯერ საუბრობენ ძველ დროებზე, საუბრობენ ამბებზე, რომლებიც მოხდა წლების განმავლობაში. ზოგი იცის ემილის შემთხვევას, ზოგი არა. ისინი, ვინც იციან, ზოგჯერ ეკითხებიან, გაიგო თუ არა ვინმე რამე ახალი.
ანდრეი ყოველთვის პასუხობს, არა. არაფერი ახალი და საუბარი გადის სხვა თემაზე. მაგრამ ყოველთვის რჩება პატარა პაუზა, პატარა დუმილი, სადაც ყველა ფიქრობს იმავეზე, რა მოხდა მართლაც. ემილის მშობლები ახლა ურთიერთობენ სხვა ოჯახებთან, რომელთა ახლობლებიც აგრეთვე დაკარგულან. ისინი შექმნეს მცირე ონლაინ ჯგუფს, სადაც ადამიანები აზიარებენ თავიანთ ამბებს, თავიანთ ტკივილს, თავიანთ იმედებს. ეს არის ადგილი, სადაც არავინ ეუბნება უნდა წახვიდეთ წინ, არავინ ეუბნება დრო ხომ კურნავს. ეს არის ადგილი, სადაც ყველა იცის, რომ ეს ტკივილი არასოდეს გაქრება სრულად, რომ ეს არის რაღაც, რასთან ერთადაც უნდა ისწავლო ცხოვრება. დღეს როცა ანდრეი მიდის ქუჩაზე და ხედავს ტურისტებს, ახალგაზრდა ქალებს რუკებით ხელში, ყოველთვის უყურებს ცოტა მეთხანს. ყოველთვის ფიქრობს, არიან თუ არა ისინი უსაფრთხოებაში, იციან თუ არა სად მიდიან, არის თუ არა ვინმე, ვინც იცის მათ მდებარეობას. ზოგჯერ უახლოვდება და ეკითხება, სჭირდება თუ არა დახმარება. ზოგი მადლობას უხდის, ზოგი თავაზიანად უარობს. ყველაფერი ნორმალურადაა. მაგრამ ანდრეი ყოველთვის იცის, რომ დიდ ქალაქში, ერთ მომენტში, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ემილი რიჩარდსონის ამბავი არ არის ამბავი ცუდ ადამიანებზე, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს და გაექცნენ. არ არის ამბავი დიდ დესპისზე ან განზრახ დაფარვაზე. ეს არის ამბავი პატარა გადაწყვეტილებებზე, პატარა დუმილებზე, პატარა შიშებზე, რომლებმაც ერთად შექმნეს ველი, სადაც სიმართლე ვერ იპოვა გზას ზედაპირზე. ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ადამიანი გაქრეს არა იმიტომ, რომ არავინ არ აფიქრებდა მასზე, არამედ იმიტომ, რომ ძალიან ბევრმა მცირედ იფიქრა, მაგრამ არავინ არ გაერთიანა ეს მცირე ნაწილები ერთად. მოსკოვი ცხოვრობს. ქუჩები ივსება ადამიანებით ყოველ დღე. ტურისტები მოდიან, ნახავენ წითელ მოედანს, კრემლს, პარკებს. უმეტესობა ბრუნდება სახლში უსაფრთხოდ, სავსე ფოტოებით და ამბებით. მაგრამ ზოგიერთი ძალიან იშვიათად არ ბრუნდება. და მათი ამბები რჩება როგორც უცნაური ჩრდილები, როგორც კითხვები, რომლებზეც არასოდეს ეცემა პასუხი. ემილის 28 წელი გაკინული დარჩა 2007 წლის ივლისში. მისი ცხოვრება, მისი მომავალი, ყველაფერი რაც შეიძლებოდა ყოფილიყო, შეჩერდა სადღაც იმ გზაზე წიგნის მაღაზიას და სასტუმროს შორის. და ათობითი წლების განმავლობაში ადამიანები ეცდებიან გაიგონ რა მოხდა იქ იმ მცირე დროის მონაკვეთში, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. მაგრამ პასუხები არ მოდის. დრო გადის. ადამიანები რჩებიან თავიანთ შეკითხვებთან. და ემილის ისტორია რჩება როგორც ერთ-ერთი ათასობითი საიდუმლოება, რომელიც არასოდეს გაიხსნება, მაგრამ არასოდეს სრულად დაივიწყება.